მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების ფონზე გაეროს განვითარების პროგრამამ ღაზის სექტორში მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. მოსახლეობას სუფთა სასმელი წყლითაც უზრუნველყოფენ. გაეროს ინფორმაციით 2023 წლის ოქტომბრიდან ომის შედეგად ღაზაში მდებარე შენობა-ნაგებობების 80%-ზე მეტი განადგურდა ან დაზიანდა. წელს გაეროს განვითარების პროგრამის ცნობით მათ გაწმინდეს საკმაოდ დიდი ტერიტორია. დანგრეული ადგილებიდან 91,000 ტონაზე მეტი ტვირთი გაიტანეს, რამაც შესაძლებელი გახადა წვდომა დახმარებაზე, კრიტიკულად მნიშვნელოვან მარშრუტებსა და პრიორიტეტულ გზებზე. ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, რომელიც ჩვენი და ჩვენი ორგანიზაციის წინაშეა, არის ის, თუ როგორ გავწმინდოთ ღაზა ნანგრევებისგან, რომელთა წონაც დაახლოებით 55 მილიონი ტონაა. ეს უტოლდება გიზის 13 პირამიდის მოცულობას. შესაბამისად, უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი. გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს სასმელი წყლის მიწოდებასა და მყარი ნარჩენების მართვას ღაზის სექტორში. ისრაელის შეტევის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ღაზაში სასმელ წყალზე წვდომა სულ უფრო იზღუდება. ღაზის წყალშემკრების სისტემა დაბინძურებულია ან სავსეა დაბომბილი შენობების ნანგრევებით. დახმარების ჯგუფებისა და შესაბამისი სამსახურების განცხადებით, ჭები ძირითადად განადგურებულია. წყლის დეფიციტი კი ხელს უწყობს დაავადებების გავრცელებას. აქ დაახლოებით 300 ოჯახი ცხოვრობს. ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი წყლის მიწოდებაა. ამ ბანაკში წყალი არ არის. ამიტომ ის ღაზის საზღვრებს გარედან მოგვაქვს. წყლით უზრუნველყოფა სერიოზული გამოწვევაა. ომამდე ღაზა სასმელი წყალი სხვადასხვა წყაროდან მიეწოდებოდა. ნაწილი ისრაელიდან ან მტკნარი წყლის განაწილების პუნქტებიდან შემოდიოდა, ნაწილი კი ჭებიდან. თუმცა ახლა ყველა ეს წყარო ან დაზიანებული, ან სრულად არის განადგურებული. გაეროს ცნობით მსოფლიო ბანკის, მეფე სალმანის ჰუმანიტარული ორგანიზაციისა და დახმარების ცენტრის მხარდაჭერით, ასევე პალესტინის წყლის რესურსების მართვის დეპარტამენტთან პარტნიორობით, ომის დაწყების შემდეგ ღაზის მოსახლეობას 151,000 კუბურ მეტრზე მეტი წყალი მიეწოდა.